არჩევნობა კერძოში არ შეიძლება. ვისი პარტია ეს იქირავე? ეს კომერციული პარტია არის აქ. კომერციული კი, მაგრამ ვის საკუთრებაშია? არაბის საკუთრებაში არა, ან ეკონომიკის სამინისტროს და ან დაზუსტებით არ ვიცი. თბილისის ეკონომიკის სამინისტროს ბალანსი ჯერ არ არის ეგრეთ მოცემული. ახლა დაგვირდნენ ორ კვირაში უნდა გაფორმდეს ზგნებია და მაგდროსული გადმოვალოთ აქ. ბინა არ მაინტერესებს ფართზე. ფართებზეც მასალა. ფართი ვისი იქნება? ფართი ვისი იქნება და ჯერჯერობით იქნება ალბათ ეკონომიკის სამინისტრო ტენდერი შედარდება მერე და ეს იქნება ფართების დარიგება. დაგანონის პროგრამა არის, то есть ახლა არის დამუშავებაზე თუ როგორ ქვია მას. დამუშავებაზე. პროცესში არის და დაგვირდნენ რომ მალე იქნება დაგანონება. თუ ობიექტს მესაკუთრე არ ყავს იქ საარჩევნო უბნის ან საუბნო საარჩევნო კომისიის ან ცალკეული პარტიების შტაბის განთავსება პრობლემას წარმოადგენს იქიდან გამომდინარე რომ მისთან და გაფორმდეს ხელშეკრულება. თუ ხელშეკრულება გაფორმებული არ არის, ესე იგი ღებულობს სარგებელს აერიდან, ხო? ანუ ეს არის პრობლემური თემა. ობიექტის ამას ყურადღება. ყურადღება მას უნდა მიაქციოს ვინც ხსნის იმან. მაგრამ ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ რა თქმა უნდა, თავდაპირველად უნდა გაერკვეს ობიექტის მესაკუთრე მასთან დალაგდეს ურთიერთობა და შემდეგ გაიხსნას იქ ცალკეული კომისიები თუ შტაბები.